თავდაცვის ხარჯი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია. ზეწოლა იზრდება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის იტალიისა და ესპანეთის მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ასრულებენ ნატოს მიერ დადგენილ თავდაცვის ხარჯების სტანდარტს. მაგრამ რას ფიქრობს ამ საკითხზე მოსახლეობა? ბოლო გამოკითხვა მაჩვენა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა. კონტეს პარტიის 5 ვარსკვლავის მოძრაობის მხარდამჭერების უმეტესობა არ ეთანხმება თავდაცვის ხარჯების გაზრდას. გამოკითხვის მიხედვით იტალიელთა უმრავლესობა 51% წინააღმდეგია უკრაინაში იტალიელი ჯარისკაცების გაგზავნისა, თუ ეს არ არის გაეროს მიერ მართული სამშვიდობო მისიის ნაწილი. დიახ, მე ვეთანხმები Rearm Europe-ის გეგმას, რადგან ჯერა რომ ევროპამ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს შემაკავებელი პრინციპის მიხედვით. ანუ საჭიროა იარაღი, რათა ომის თავიდან აცილება შევძლოთ. მე წინააღმდეგი ვარ, რადგან ომებისთვის შეიარაღების მიწოდება უაზრობაა. ამიტომაც სრულიად ვეწინააღმდეგები. იტალიელებიც იქ გაგზავნა აზრს მოკლებულია, მხოლოდ მსხვერპლი იქნება. მე ომებისა და იარაღის წინააღმდეგი ვარ. ფიქრობ, ეს ფული უფრო სასარგებლო საქმეებს უნდა მოხმარდეს. ვიღაც გიჟურად ცდილობს ახალი ტერიტორიების დაპყრობას. საინტერესოა სადამდე აპირებს ის გაფართოებას. ჩვენ საკუთარი თავი უნდა დავიცვათ, მეტი არაფერი. იტალიის მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმას, რომელიც კონტინენტის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ საკითხისადმი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაც განსხვავებულია. იტალიისთვის მთავარი რისკი არის გადამეტებული ვალების დაგროვება, რადგან მას მეტი დავალიანება აქვს ვიდრე სხვა ქვეყნებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ფონდებიდან გარკვეული თანხა თავდაცვაზე ნაწილდება. მესამე საკითხი კი ისაა, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ავსტრიასა და შვედეთს, არ სურს ევროპული საერთო სახელმწიფო ვალის აღება.